მარფა მოულოდნელი ამბებია. ჩინეთმა გამოაცხადა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების ნაწილობრივი აღდგენის შესახებ ტაივანთან, მათ შორის პირდაპირი ავიარეისები და გარკვეული პროდუქციის იმპორტი. ფაქტობრივად, ჩინეთმა ტაივანის შერიგებისა და თანამშრომლობისკენაც კი მოუწოდა. შესაბამისი განცხადება გააკეთა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ტაივანის საქმეთა სამმართველომ, მას შემდეგ რაც პეკინში ჩავიდა ტაივანის ოპოზიციური პარტიის გომინდანის ლიდერი ჩენ ლიუნი, რომელმაც შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინთან. მაგრამ სწორედ აქ იმალება ჩინეთის მიდგომის მთელი საფრთხე. პეკინმა გადაწყვიტა ტაივანი ოპოზიციის მეშვეობით შთანთქას, რომელიც კუნძულზე ხელისუფლების შეცვლას ამზადებს. ამ გამოშვებაში ჩვენ განვიხილავთ, რას აპირებს ჩინეთი და რატო განაცხადა ტაიბეისთან დაახლოებას. რა სახის ეშმაკური თამაშია ეს და რა შუაშია აქ ოპოზიცია? და რაც თავარია, რა კავშირი აქვს აქ იმ შემთხვევას, როცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის ლიდერ ნიკოლას მადუროს იჭერდა. მოკლედ, საინტერესო იქნება. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ ამ გამოშვებას დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დავჭეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. და გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი პეჩი ნიუსი. ბუმული არხზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშ, ამ გამოშვებას დავიწყებ ერთი მოკლე. მაგრამ ჩინეთი მას თავის განუყოფელ ტერიტორიად მიიჩნევს. ჩინეთსა და ტაივანს შორის ურთიერთობები გამწვავდა 2016 წელს 10 წლის წინ. როდესაც კუნძულზე ხელისუფლებაში მოვიდა დემოკრატიული პროგრესული პარტია, რომელიც უჭერს მხარს მეტ დამოუკიდებლობას, პეკინი კი არ გამორიცხავს ძალისმიერი გაერთიანების სცენარს. და შემდეგ საინტერესო ეპიზოდია. მიმდინარე წლის იანვარში ჩინეთის სამხედროებმა ჩაატარეს წვრთნები, სადაც ამუშავებდნენ პირობითი მოწინააღმდეგის ხელმძღვანელობის თავკვეთის ოპერაციას. ეს ძალიან გავდა აშშ-ს ოპერაციას ნიკოლას მადუროს დაკავებისთვის. და ეს შემთხვევით არ გამახსენდა, რადგანაც მანამდე სანამ ვენესუელის ლიდერს ნიკოლას მადუროს დააკავებდნენ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაამყარა კავშირები ოპოზიციონერ ჩინოვნიკებთან ვენესუელაში. იმ ჩინოვნიკებთან, რომლებიც თვითონ აპარატშიც იყვნენ, მაგრამ აშკარად მადუროს წინააღმდეგ გამოდიოდნენ. და აი დაიმახსოვრეთ ეს ჩინეთის წვრთნები ამ წლის იანვარში, ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით ამ თემას. წინა დღეს ჩინეთმა გამოაცხადა განზრახვა ნაწილობრივ აღადგინოს ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები ტაივანთან, მათ შორის პირდაპირი ავიარეისები და ზოგიერთი პროდუქციის იმპორტი. ასეთი განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც პეკინს ეწვია ტაივანის ოპოზიციური პარტიის გმინდანის ლიდერი ჩენ ლიუნი. მან შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინთან. ახლა კი პეკინმა განაცხადა განზრახვაზე აღადგინოს პირდაპირი რეისები ტაივანსა და ქალაქებს სიანსა და ურუმჩის შორის. გაამართიოს ტაივანური აკვაკულტურის პროდუქტების იმპორტი, რომლებიც ადრე სრულად აკრძალული იყო. ასევე აშენდეს ხიდი ტაივანის კუნძულ ცინმენსა და მაცუსთან, რომლებიც ჩინეთის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. ის ამბობს, ავაშენებთ ხიდებს და ამ კუნძულებიდან ტაივანელებს შეეძლებათ ჩინეთის ტერიტორიაზე გადასვლა, იქ თვითმფრინავებზე დაჯდომა და ფრენა. მოკლედ, სუპერ მონგებიანი წინადადება. ტაივანის ჩინეთის საკითხთა საბჭოში გააკრიტიკეს ეს ნაბიჯები. განაცხადეს, რომ მსგავსი შეთანხმებები პარტიებს შორის პოლიტიკური კონტაქტებია, რომლებიც კუნძულის მთავრობას გვერდსულია. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა საკითხი, რომელიც ორ სანაპიროს შორის ურთიერთობებს ეხება, ორივე მთავრობამ უნდა განიხილოს თანასწორ და ღირსეულ საფუძველზე. მაგრამ სწორედ ეს ვიზიტი ტაივანის ოპოზიციური გუომინდანის ლიდერის ჩენ ლიუნის კიდევ უფრო მეტად აჩენს შეშფოთებას. ჩენ ლიუნმა თავისი ვიზიტის მიზნად შერიგება და კუნძულსა და მატერიკს შორის დაძაბულობის შემცირება დაასახელა. ასევე სურვილი აჩვენოს, რომ ჩინეთთან დიალოგი შეიძლება იყოს შეკავების ფორმა და ომი გარდაუვალი არ არის. ასევე რუსეთსა და უკრაინის ხანგრძლივი ომის, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტისა და მსოფლიოში საერთო არასტაბილურობის ფონს. ტაივანი განიხილოს. Как одну из возможных точек столкновения. ამ პირობებში, როგორც ჩანს, უფრო ადვილია დაარწმუნო ტაივანის საზოგადოება, რომელიც უკიდურესად ფრთხილად ეკიდება ჩინეთს. დიალოგისა და ტაივანის სრუტის ორივე მხარეს ურთიერთობების სტაბილიზაციის აუცილებლობაში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არჩევანს მშვიდობასა და ომს შორის. მაგრამ თავად ჩენ ლიუნისთვის ეს მოგზაურობა პეკინში რამდენიმე მიზანს ემსახურებოდა. პირველ რიგში გააძლიეროს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი პარტიის შიგნით. თვალი პრეზიდენტის არჩევნებზე ტაივანში 2028 წელს. ის თითქოს ერთადერთია, ვისაც შეუძლია შეთანხმდეს სი ძინპინთან.
მეორეც გააძლიეროს თავად პარტიის პოზიციები, აჩვენოს რომ პეკინთან ურთიერთობებს წარმატებით მართოს. მაგრამ ამაში დიდი გამოწვევაც არის. ბოლო 10 წლეულის განმავლობაში გომინდანის პოლიტიკა, რომელსაც ჩინეთთან მიკერძოებაში ადანაშაულებენ, წინააღმდეგობაში მოდიოდა საზოგადოების მოთხოვნებთან, ტაივანური იდენტობის აღიარებას. და ეს პარტიის მარცხს გამოიწვია საპრეზიდენტო არჩევნებში 2016, 2020 და 2024 წლებში. აი ახლა თითქოს საფუძველი ჩაეყარა 2028 წლისთვისაც. მესამეც დაარწმუნო თავად ტაივანის საზოგადოება პეკინთან მშვიდობიანი დიალოგის აუცილებლობაში. მაშინ როცა პეკინი ზრდის სამხედრო აქტივობას და იმაღლებს საფრთხის დონეს თვითმმართველი კუნძულის გარშემო. საინტერესოა რომ თვითონ სი ძინპინისა და ჩენ ლივუნის შეხვედრის დღესაც კი ტაივანის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა 6 ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავი, 8 სამხედრო საზღვაო ხომალდი და 1 ოფიციალური გემი, რომლებიც მოქმედებდნენ ტაივანის სრუტის რაიონში და უახლოვდებოდნენ თავად ტაივანს. სი ძინპინისთვის ესეც მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს ვიზიტი ქმნის დამატებით ბერკეტებს საერთაშორისო კონტექსტზე ზემოქმედებისთვის, განსაკუთრებით დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შესაძლო სამიტის წინ. პეკინი მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ტაივანის საკითხი ცენტრალურია ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში. აქვე ერთ საინტერესო ეპიზოდს შეგახსენეთ. თებერვალში სატელეფონო საუბრის დროს სი ძინპინმა დონალდ ტრამპს გააფრთხილა, რომ ტაიბეის სამხედრო მხარდაჭერის საკითხში სიფრთხილე გამოთხრილე გამოეჩინა. მას შემდეგ, რაც დეკემბერში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა ისტორიაში ყველაზე დიდი იარაღის გაკიდვის პაკეტი ტაივანისთვის, რომლის ღირებულება $11 მილიარდ მეტია და მოიცავს რაკეტებს, საარტილერიო სისტემებსა და უპილოტო აპარატებს. ამ საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მან სი ძინპინთან კონსულტაცია გაიარა ტაივანისთვის იარაღის გაკიდვის საკითხზე. ამან მაშინ ბევრი დაეჭვა. მაგრამ საბოლოოდ აშშ-მ იარავი მაინც გაკიდა ტაივანისთვის. და სწორედ აქ ტაივანის ოპოზიციის ლიდერმა ჩენ ლივუნმა განაცხადა, რომ ციტატა დიპლომატია არის მთავარი შეკავების საშუალება ამერიკული იარაღის შეძენასთან შედარებით. და მნიშვნელოვანია, რომ ჩენ ლივუნის ეს განცხადება გაკეთდა ტაივანის სამხედრო ბიუჯეტის 40%-ით გაზრდის შესახებ დებატების ფონზე. და ეხლა გომინდანის პარტია ცდილობს აჩვენოს, რომ აუცილებელი არ არის ასეთი უზარმაზარი თანხების დახარჯვა პირობითად ტანკებზე. არამედ შეიძლება რა? შეიძლება უბრალოდ შეთანხმდეს სი ძინპინთან. აბა რისთვის უნდა დახარჯო $40 მილიარდ იარაღზე? მოდით უბრალოდ დავსხდეთ სი ძინპინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან. შევთანხმდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ აქ კიდევ ერთი საფრთხეა. ეს არის პეკინის მცდელობა, რომ გახლიჩოს თავად ტაივანის საზოგადოება და პოლიტიკური წრეები. ფაქტობრივად პეკინი ახლა აყალიბებს პარალელურ არხებს პოლიტიკურ ურთიერთქმედებაში. ეს ძალიან საშიში სიტუაცია. ეს ართულებს ტაიბეის ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას მატერიკ ჩინეთთან ურთიერთობებში და ასუსტებს მის შესაძლებლობას კონსოლიდირებულად მოიზიდოს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა ჩინეთის ზეწოლის ზრდის პირობებში. იმიტომ რომ აგიხსნით, იმიტომ რომ ეხლა ძალიან რთულია გაიგო მართლა ასეთი მტრულად არის თუ არა განწყობილი ჩინეთი ტაივანის მიმართ. თუ ის დიალოგს აწარმოებს ამ კუნძულის პოლიტიკოსებთან და კიდეც მზად არის დაახლოებაზე წავიდეს. მეორე მხრივ მართლა ესეთი მტრულად არის განწყობილი ტაივანი ჩინეთის მიმართ, თუ მისი ზოგიერთი პოლიტიკოსი პეკინში მიდის და იქ რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებს. ანუ გესმით, თუ სიტუაციას გვერდიდან შეხედავ, იქნება შთაბეჭდილება. განსაკუთრებით თუ ამ თემაში ღრმად არ ჩახედავ. იქნება შთაბეჭდილება, რომ მოусმინეთ. ისინი იქ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ავიარეისებს აღადგენენ, კავშირებს ამყარებენ და ერთმანეთთან ვაჯრობენ. მართლა ორი სრულიად განსხვავებული ისტორიაა ეს? იქნება არც ისეა. ღირს კი ასე ძლიერად დავიცოთ ტაივანი? ანუ ეს არის ეგრეთ წოდებული პარალელური პოლიტიკური ურთიერთქმედების არხების საფრთხე. და როგორ შეიძლება რბილი ძალის გარეშე? გომინდანის ლიდერის ვიზიტისთანავე ჩინეთის მთავრობამ გამოაცხადა 10 სტიმულის პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ადრე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას და მიზნად ისახავს ურთიერთქმედების გააქტიურებას ტაივანთან. მათ შორისაა ახალგაზრდული გაცვლების ხელშეწყობა, პირდაპირი ავიარეისების აღდგენა, ტაივანური აგრარული და თევზის პროდუქტების იმპორტის გამარტივება, ტურიზმზე შეზღუდვების შემსუბუქება. ასევე ტაივანის სწორად ორიენტირებული კულტურული და მედიის პროგრამების ტრანსლაციის ნებართვა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ოფიციალურმა ტაიბეის ხელისუფლებამ ეს ყველაფერი არ შეათანხმა, ხოლო ჩინეთი ამბობს, ჩვენ შევათანხმეთ. და აი გესმით კიდევ ერთი მახე გამოდის. ანუ ჩინეთს ოფიციალური ხელისუფლება ეუბნება, ეს ყველაფერი არ გჭირდება. ის პასუხობს, არ გჭირდებათ, მე უკვე მოვილაპარაკე, არა თქვენთან, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც. გომინდანი ეს ხო თქვენი პარტიაცაა, აი მასთან უკვე მოვილაპარაკე.
და როგორც მივხვდით, ეს კიდევ ერთი გაყოფის ინსტრუმენტია. აქ მრავალ წერტილს დავსვამ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ მოწონება. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამ ვიდეოს აღწერაში წერია. არხის მხარდაჭერა ალექსეი პეტროვიჩი. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზა. მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.